არის უზარმაზარი მთა და დაახლოებით იქ რო შეხვიდე ვერტფრენით უნდა ჩაფრინდე. და ეგ იგივეა რომ დაახლოებით ჩვენ ვაღიარეთ სამხრეთ ოსეთი, რომელთანაც ყოფს უზარმაზარი მთა, რომელთანაც როკის გვირაბი გაიჭრა და შემდეგ დაუკავშირდა ასე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ ჩრდილოეთ ოსეთს. ეს იგივეა. ფაქტობრივად იგივე პრობლემას გვქონით ახლა ამ ორ სოფლის გამო. იმის გამო რომ ვერ არეგულირებენ ამ სიტუაციას, ან ეშინიათ რაღაცა ამ ურთიერთობების გამწვავების, ეს მე მგონი უფრო მეტად გაამწვავებს სიტუაციას. რა არის ისა მაბათეს მალხაზ გუშინში გამოვიდა მგონი ჩვენი პრემიერ-მინისტრი უმწვავესი მდგომარეობიდან თავად თუ კი ეს რეჟიმი აფიქსირებს რომ უმწვავესია მინისტრების გადაადგილების ჯამი არ შეიძლება რაღაცა სხვა და სერიოზულია გასაკეთებელი თავად ეს რეჟიმი მე ვერ ახსენე რა ხდებიან და რა სოციალობენ გაუკეთებლობა არის აი ჩვენ მაინც შიგნით გვაქვს ჩვენ მოსაგვარები ეს რეჟიმი დარჩება თუ სხვა ბატონო დავით საქმე იმაშია რომ მე მიმაჩნია რომ არასწორად ფორმულირება რეჟიმი დარჩება არ დარჩება ალტერნატივა საზოგადოებას უნდა ქონდეს შემუშავებული საზოგადოებას თუ ალტერნატივა არ ექნა ვერც რეჟიმი ვერ შეიცვლება ეს რეჟიმი რამ მოიყვანა პოლიტიკამ მოიყვანა აქტიურმა პოლიტიკამ ნატოსკენ ტოლوام საქართველოს და არა მარტო რეჟიმი მოიყვანა არამედ საზოგადოების აქტიური პირები მოიყვანა საზოგადოების ექსპერტთა უმეტესი ნაწილი არის ასე ვთქვათ დაციკლული შეიძლება ითქვას ან იყო დაციკლული რომ ჩვენ გადარჩენა არის ნატო და ნატოში რომ შევართ მეორე დღიდან ვექნება რძის დინარეები და შოკოლადოვრივად 95-14 წლებში ნებისმიერი თითქმის უმრავლესობა ანალიტიკოსებისა და შემდეგ გრანტებით და რაღაცებით მოდიოდნენ და საპასუხოდ ეს უნდა ერთად სხვა სიღრმეები არის საგადა მოდის მაყურებელი შემოვიყვანოთ და მე გისმენთ დიახ ეთერში ხართ გისმენთ დიახ არის ერთი წამით ჩასართავი არის აქ თუ ერთი წამით ზავარო ქონდა ეხლავე გესმით დიახ ეთერში ხართ კი ბატონო გისმენთ აბონდავით დიახ ეკე მოგესალმებით ერთი მაინტერესებს გეოგრაფიული სახელწოდება ჩრდილოეთ ქართლის საერთოდ წამოვიდა მე როგორც ვიცი შიდა ქართლი გაბიგია ხნვალის რეგიონი კიდე აბოლოს რუსია ერთი წამით შიდა ქართლის საერთოდ არის იგი ერთი წამით ქართლი თუ კიდევ ბალონჯა და შეიძლება ამაზე და მეორე კითხვა მაგიდე ბლოკები კიდე სად იყო საქართველოს როგორ არასდროს არ ყოფილა ბლოკში ბლოკში არ იყო? აბა ერთად რო იყო. ვარშავში ლაბორატორია და თუ დავიწყოთ ბალაბეგი და აღმასრულებლის დროს იყო ერთხელ. კაკი დიდი მადლობა. ერთადერთი გამოსავალი გვაქვს დატო. დიახ. სავალდებულო რა კიდევ მეგობრული სამხედრო ვიზიტს შევიდეთ. საფრანგეთი არის აგერ ერთი ვარიანტი. პოლიტიკური იმაში იყო. პოლიტიკურად და სამხედრო მხრით არ იყო მეგობრული დატოში. დიდი მადლობა მალხებდა ეს პასუხი. რაც შეეხება ჩრდილო ქართლს, ეს არის ასე ვთქვათ, არა კონკრეტულად დამკვიდრებული ტერმინი ისტორიულად, არამედ ვამბობთ რომ ეს არ ყოფილა სამხრეთ ოსეთი და იქ არასოდეს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო არ ყოფილა. ამ პიროვნებას ალბათ პრეტენზია უნდა გამოეხატა იმ განცხადებებზე ხელისუფლების და სხვათაშორის ოპოზიციის მხრიდანაც და საზოგადოების ძალიან საპატივცემო ადამიანების მხრიდან, რომელიც თავს ეს არის სამხრეთ ოსეთი, რომელიც სამხრეთ ოსეთზეა ლაპარაკი. ეს ერთი. მეორე რაც შეეხება ნატო, კი ბატონო, მაგრამ რატო არ გვიღებენ ამ ნატოში? მაშინ კითხვა დაუშვათ საზოგადოებამ ყველას. მთელი ევროკავშირი წინააღმდეგი წავიდა თითქმის საქართველოს მიღების ნატოში. ფაქტიურად ეს აღმოჩნდა ბრძოლის საგანი ამერიკასა და ევროკავშირის შორის. ქვეყნებს შორის. ჩვენ რამდენად უნდა ველოდოთ, რომ ნატოში მიგვიღებენ. მანამდე ესე იგი, ჩვენ არაფერი არ გავაკეთოთ და ველოდოთ, როდის მიგვიღებენ ნატოში და პარალელურად დავარღვიოთ ადამიანის უფლებები, შევცვალოთ, შევზღუდოთ პრესის თავისუფლება და ასე შემდეგ, დემოკრატიული ინსტიტუტები დავანგრიოთ, სასამართლოს დამოუკიდებლობა დავანგრიოთ და მიგვიღებენ ნატოში. აუცილებლად მიგვიღებენ. კაცი, საყურებელი ყავს კიდევ ეთერში გისმენთ, დიახ. ისმენთ. დიახ. გამარჯობათ. ბატონო მალხაზ
აბსოლუტურად გეთანხმებით ყველაფერში რა. ეგ იდეა მეც მქონდა, მეც მიფიქრია მაგაზე, მაგრამ ცოტა პრობლემატური ჩანს ალბათ აი თქვენი მთელი კავკასიის ნეიტრალიტეტი, ახლა არ ვიცი ამაზე ბატონმა დავითმოთ გააკეთა რეპლიკა, რომ ცოტა რაღაცნაირად მისაღწევია, მაგრამ მე თვითონ ამ იდეაზე მინდა რა, აი საქართველოს ნეიტრალიტეტი. აი ეს როგორც კი გაჟღერდა, თუ გახსოვთ, ხელისუფლებიდან წამოვიდა ქილიკი და რაღაცა დემაგოგიური ისტორიული დიახლები დაიბრუნდა ერთი წლის საქართველოსთან მიმართებით, აი მაშინ უნდათ და არ გამოვიდა და ახლა მაშინ სულ სხვა მსოფლიო იყო და სულ სხვა ძალთა ბალანსი იყო, მეთანხმებით ალბათ და ახლა იმაზე აპელირება ალბათ არ გვარგეს და ერთადერთი მე ვფიქრობ ჩვენი და ახლა კიდევ ერთი რა, თქვენ კარგად აღნიშნეთ, ბოლო-ბოლო არ გვიღებენ ამ ნატოში და ახლა რას ვამწრებთ ამ კარებას ვერ გავიგე. არავის არ უნდივართ იქ და ყოველ შემთხვევაში ერთი 10 წელი ალბათ იქ ვერავინ ვერ მიგვიღებდა. მანამდე რაღაცა უნდა უშველდეთ ჩვენ თავს. მე ვფიქრობ, სრულიად რეალურია, ამას მეცადინეობა უნდა ხალხში პროპაგანდა, საზოგადოება ახსენებს, თქვენ ბატონო სად არის ერთი საზოგადოება, მაჩვენებს რა ერთი რა, რომელიც საზოგადოებაზე ვლაპარაკობ საერთოდ. ეხლა დარეკა ის საზოგადოება ჩემს წინ და კიდე ნატოს იძახია. უნდა პროპაგანდა რაღაცა ხალხში მუშაობა უნდა საერთოდ სარეფერენდუმო საკითხია ეს ნატო მეც მკითხავს რა და ის რომ რაღაცა რეფერენდუმით რო ჩავატარეთ არჩევნები თუ გაყალბდა, მაშინ ისიც გაყალბებული ყოფილა რა. რა თქმა უნდა, მაგრამ მაგაზე ხმა არავის არ ამოუგო. ხო, რა თქმა უნდა და აი ეს აქტიური ნეიტრალიტეტი მე მგონი საქართველოსთვის აქ ის არის, მაგათ რა ბატონო ჩემო. ბახალ გოლაში ძალიან ორიგინალური იდეა. სამივე სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი აქვს საუბარი. უბრალო ნეიტრალიტეტზე არ აქვს და სფერაზანეთ მე მინდა დავუმატო უკაცრავად ბრიუსელიდან გვითხრეს რომ როცა ყველაფერს ესე ვთქვათ ეს კარგად მოიქცევით მე გამოკითხვასაც ჩაგიტარებთო ის არ შემოგიშვებთო ასე რომ რეფერენდუმი წინ გველი თუ კი ისკეცავი და არა გასაგებია ბატონო დავით მაგრამ ეხლა ის რაც თქვა ბატონო მალხაზმა ეს სამივე მთლიანად ჩვენი კავკასიის ნეიტრალიტეტი ეს ცოტა ძნელად ეხლა მე მიწის ამის ახმა გეთახმები. არა, სომხები რომ მე ძნელად წარმომიდგენია ახლა. სომხებმა თუ ყარაბაღი მიიღეს, ეშმაკლა დაუწევია. მაინც ვერ მოშორდებიან ეგეთი დამიჯერეთ რა. ეგეც მაშინ გამორიცხულია ჩემი საზრით და აი საქართველოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ეს სრულიად რეალურად მიმაჩნია ეს შეიძლება აი ამ ზუსტად ამ ომის შემდეგ უკვე ამერიკამაც დაინახა რომ აქ ეგრე ადვილად რუსეთი არაფერს არ დათმობს და ნეიტრალიტეტი ალბათ ამერიკისთვისაც მისაღები იქნება ეთახმებით აბსოლუტურად ზუსტად ამიტომ არის ეს პრობლემა. დიდი მადლობა რომ შემოხვედით. ეთერში ხარ კიდე? დიდი მადლობა რომ შემოხვედით. მე რეკლამის შემდგომ მინდა ეს თქვენს იმაზე გააგახსენოთ კონსტანტინოპოლი როგორც ესე ვთქვათ ჩაბარდა თურქებს. ძალიან საინტერესოა ეს ეტაპი. საქართველოსთან საკმაოდ სუსტად მოადგა ეს კონსტანტინოპოლის დაკარგვა და იქაც იყო მაშინ ნეიტრალიტეტის საუბარი ევროპისკენ წასვლა თუ აზიასთან დაწოლა. რეკლამის შემდგომ ამ თემებზე ვისაუბრებთ. რეკლამაა ჩვენს ეთერში. ბატონო მალხაზ მე არ ვიცი ეს აი პრინციპს თქვენი იდეა და კონცეფცია ჩამოქმნილი არის ეხლა ბატონი რომ შემოვიდა მაგდაგვარი იდეა კოჩაფიფიას მაგდაგვარი პრინციპში იდენტური იდეა ლეიბორისტებს აი რბილად რო თქვა ცოტა უცნაურია ეს ხედვა და მე საჩოის პარასკევს ბატონი შალვა მყავდა ორიოდე პირისი მყავდა კოჩაფიფია და პრინციპში ეხლა უკვე ბევრი კითხვები დაიწყო შეიძლება მოვიწვიო თუ კი გიდაგთავსება თქვენი და შეგეკითხოთ აპუტინმა ძალიან ეშმაკური სვლა გააკეთა ორიოდე დღეისთვის მან ბრძანა თუ კი ახალი ფურცლიდან დაიწყებს რომ ბარაკ ობამაო ჩვენ ძალიან ბევრ პერსპექტივებს გავუხსნითო მინიშნება იყო ზეტოვა იყო ეს ფაქტი თქმა უნდა ისკანდერების სანაცვლოდ უნდა რომ ევროპაში არ განლაგდეს და ეხლა დაუკვირდით ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ობამამ რომ აი ფაქტურად აი ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომ 4-5 წელიწადზე გავლენას მოახდენს მისი განცხადება რომ
რუსეთმა შეცდომები დაუშვა. არასწორი გააკეთაო კავკასიის საქართველოსზე. მაგაზე ვინ დაოს ბატონობა. აფხეუნებს. შენ ზუგზე გამოსადა. ობამას რომ არ ეთქვა ეს. დაეჭირა პაუზა იაზის ბოლომდე და მერე. აი პუტინის გამოძახილის ადეკვატური რეაქცია მისცა ამერიკამ. კონფრონტაცია გაგრძელდება აქ ორი აზრი არ არსებობს. აი თქვენი იდეა, პრინციპში უფრო თქვენი ვიდრე გოჩა ფიფიასია შალვა ნათელაშვილისა, უფრო ის არის, ასე ვთქვათ,